მოგესალმებით, ჩვენ ბრუნდებით. მეხუთე თავის ამოცანების განხილვით ყვავილის გეომეტრიიდან. მაგრამ სანამ ამოცანების განხილვას შევუდგებოდეთ, მოდი პატარა წინასიტყვაობა გავაკეთოთ, რა გვჭირდება ჩვენ ამ თავის დასაძლევად. თუ თავად ყვავილიძე რას ხედავს, როგორ აქვს დალაგებული ეს თავი, რა თემები არის საჭირო. და მე შეიადაში ჩვენს პატარ-პატარა მომენტებს ჩავართავთ, რაც უფრო კომფორტულს გახდის აღნიშნულ თემაზე მუშაობას. თუ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვერგოდეთ მრავალკუთხედებში. კუთხედები წესით ახლა უნდა ავხსნიდეთ ჩვენ ტეხილს, მის თვისებას, მაგრამ ეგ უკვე მოლეული გვაქვს ჩვენ პირველ თავში. აქაც ვეცდებით გამოვიყენოთ, ჩავთოთ სრულყოფილად შეგვეძლება უკვე დასაბუთება ტეხილის ძირითადი თვისების, რომ ტეხილის დღენების ჯამი ყოველთვის მეტი ანატოლია მისი ბოლოების შემოერთებელ მონაკვეთზე. სამკუთხედის უტოლობით შევძლებთ ამის გაკეთებას. და მერე მრავალკუთხედები რომ ავხსნით, აქ ჩვენ გვაქვს ორი ტერმინი, ჩაზნექილი და ამოზნექილი მრავალკუთხედი. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამა და საგამოცდო პროგრამა შესაბამისად ითვალისწინებს მხოლოდ ამოზნექილი მრავალკუთხედების განხილვას, ჩაზნექილი მრავალკუთხედები წმინდა ფორმალურად უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს და რა არის. და მათზე სამუშაო ჩვენ არ გვექნება ჩასატარებელი. მერე მრავალკუთხედების ქვეშ ჩვენ რომ ვისაუბრებთ, აუცილებლად საჭიროა მისი თვისებების ცოდნა, ზოგადად მარტო განმარტებით ვარ შემოგვარგლებით რა არის მრავალკუთხედები, აქ იგულისხმება მისი თვისებების ცოდნა. თვისებები რა არის? სამი ასე შეგვიძლია გავაკეთოთ სამი ძირითადი თვისება. პირველი შიგა კუთხეების ჯამი, გარე კუთხეების ჯამი და დიაგონალების რაოდენობის დათვლა. როგორც ერთი წვეროდან გავლებული დიაგონალების რაოდენობის დათვლა, ასევე ყველა წვეროდან გავლებული დიაგონალების რაოდენობა. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვილებთ მრავალკუთხედებს, აი ასე ზოგადად, შევდგებით შემდეგ სამკუთხედის შემდეგ, რომელი მრავალკუთხედის მოდის, ცხადია ოთხკუთხედი, მაგრამ ზოგადად ოთხკუთხედებს არ ვისწავლოთ. კი იქნება ზოგადად ოთხკუთხედებთან დაკავშირებული თვისებაც, მაგალითად, რომ ნებისმიერი ოთხკუთხედი რომ ავიღოთ და მისი შუა წერტილები, მისი გვერდის შუა წერტილები შევართოთ, ვიღებთ პარალელოგრამს რა. მაგრამ მაინც იშვიათია ზოგადად ოთხკუთხედთან დაკავშირებული თვისებები, გვექნება შემდეგ ჩახაზულ შემოხაზულ ოთხკუთხედზე და მაინც არ გამოდის ზოგადად ოთხკუთხედის თვისება ეგ, და ფართობის დათვლასაც ნახავთ. მაგრამ ძირითადად ოთხკუთხედებს ჩვენ ვსწავლოთ პარალელოგრამების და ტრაპეციების ფონზე. პარალელოგრამს ვამბობთ მის კერძო შემთხვევებსაც იქვე გულისხმობთ, ეს კუთხედი, რომბი და კვადრატი. უნდა გვესმოდეს პარალელოგრამის თვისებებიც, მერე კიდევ მართკუთხედის თვისება, რომბის თვისება, კვადრატის თვისება, რომ ეს თვისებები არის ფაქტობრივად პარალელოგრამობის ნიშნები, ანუ რა დროს არის ფიგურა პარალელოგრამი და შესაბამისად თუ შეუბრუნებულ თეორემას განიხილავთ, ეს უკვე გამოდის პარალელოგრამის თვისება. თუ პარალელოგრამია, მაშინ ესე კი ეს ახასიათებს. ანალოგიურად მართკუთხედზე, რომბზე, კვადრატზე და მერე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა ტრაპეცია. ვიტყვით იქ ტრაპეციის სახეებს, მართკუთხა ტრაპეცია, ტოლფერდა ტრაპეცია, ჩვეულებრივი ტრაპეცია, ვიტყვით ტრაპეციის შუახაზს. ყვავილიძე გამოყობს ტრაპეციის თვისებებსაც, მაგრამ მოდი მე ჩავშლი ცალკე ტრაპეციის ახლა თვისება, რომ ფერთან მდებარე კუთხეების ჯამი 180-ია, კი, გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვექნება ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები, ჩავშლით ცალკე. ტოლფერდა ტრაპეციის თვისებებს ამას დავმოვსვათ.
და განხილავთ შესაბამისად, ხუთი პატარა თვისება იქნება. პრინციპში ეს არის ძირითადი, ესე ვთქვი, შესავალი თუ რა თემებს განვიხილავთ მეხუთე თავში და რაზე იქნება აწყობილი ძირითადი ბერკეტი ამოცანების ამოსახსნელად. ახლა მოდი დავიწყოთ განხილვა. პირველი დავიწყოთ 5-ის 1-დან, ვაფოთ. აბა, მოდით დავშალოთ ეს და პირველი 5-ის 1. რამდენი დიაგონალი გაივლება და არის სხვადასხვა კითხვა ახლა აქ. მოდი გავიხსენოთ ერთად. დიაგონალების რაოდენობა როგორ ითვლება, რა ახდენს ამაზე გავლენას, მოკლედ თქვა. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ გაქვთ რაღაც ენკუთხედი. ამზე კიდე არის ძალიან ბევრი რაოდენობა გვერდის. ან და არც აქ ბევრია, ცოტა არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ მოდი გავიხსენოთ, რას ქვია დიაგონალი. დიაგონალი ეწოდება არამეზობელი წვეროების შემაერთებელ მონაკვეთს ენკუთხედში. მეზობელი წვეროები არის ის წვეროები, რომლებიც თავად ენკუთხედის, მოცემული მრავალკუთხედის გვერდებით არის შეერთებული. და ყველა სხვა წვერო, რომელიც გვერდებით არ არის შეერთებული, პოტენციურად ხო შეგვიძლია შევაერთოთ რაღაცა მონაკვეთით. სწორედ ამ მონაკვეთს ეწოდება დიაგონალი. ახლა გავუკვირდეთ ერთ სიტუაციას. თქვენ რამდენი დიაგონალის გავლება შეგიძლიათ კონკრეტული ერთი წვეროთ. მაგალითად, ამ წვეროდან რამდენი დიაგონალს გავლება. სულ ხო n ცალი წვეროა. სულ არის n წვერო. ცხადია, თქვენ დიაგონალს ვერ გაავლებთ თავისთავად, ხო, ამასთან. დიაგონალს ვერ გაავლებთ მეზობელ წვეროსთან ერთ და დიაგონალს ვერ გაავლებთ მეორე მეზობელ წვეროსთან. იმიტომ რომ დიაგონალი თქვენ რასთანაც არ არის ენკუთხედის გვერდებით დაკავშირებული ეს კონკრეტული თქვა m წერტილი იმ წვეროებთან უნდა დააკავშიროთ. და შესაბამისად საკუთარ თავთან და ორ მეზობელ წვეროსთან მას დიაგონალი არ დაჭირდება დასაკავშირებლად. მაშინ გამოდის კონკრეტული m წვეროდან სულ გაივლება n-3 დიაგონალი. გაივლება ერთი წვეროდან. მაშინ ამ 5-ის 1-ში პასუხი რა იქნებოდა? 4 კუთხედის ერთი წვეროდან რამდენი დიაგონალი გაივლება? პირველში პასუხი იქნებოდა 4-3, ხო? იმიტომ რომ n უდრიდა 4-ს, 4 კუთხედი. ანუ შესაბამისად პასუხი იქნება ყოველ კონკრეტული წვეროდან გაივლება ერთი დიაგონალი. 5 კუთხედში n თუ უდრის 5-ს, შესაბამისად 5-3. 6 კუთხედში იქნება 6-3, ხო? n კუთხედის ერთი წვეროდან, ზოგადად n თუ არის, გაივლება n-3. ახლა მოდი ბარემ ვთქვათ აქ, სულ რამდენი დიაგონალი გაივლება, ხო? სულ ყოველი წვეროდან. ამის თქვა მარტივია შემდეგნაირად. ანუ როგორც m წვეროდან გავავლეთ ჩვენ n-3 დიაგონალი, ყოველი კონკრეტული წვეროდან იგივე ხომ ხდებოდა. n-დანაც n-3 დიაგონალი გაივლებოდა, p-დანაც n-3 დიაგონალი და ასე შემდეგ. ანუ n ცალი წვეროდან გაივლება n ჯერ n-3 დიაგონალი. მაგრამ ახლა დააკვირდეთ ერთ სიტუაციას. მე m-დან რომ გავავლე mp დიაგონალი და m წვეროს დიაგონალების ჩამონათვალი მაქვს აქ, ვთქვათ. სია მაქვს და აქ ჩამოთვლილი რა. ხო ცხადი აქ სადღაც იქნებოდა mp დიაგონალი ამ ჩამონათვალში. მაგრამ მე რომ მაქვს სია კიდევ ცალკე p წვეროს დიაგონალები, ხო? ამასაც თავისი რაღაცა სია აქვს, აქაც ხო იქნებოდა pm დიაგონალი. მაგრამ ყველა ამათი ჯამი გამოდის ზუსტად n ჯერ n-3 ყველა წვეროდან, k წვეროდან, t წვეროდან, რაღაცა c წვეროდან რომ იქნებოდა გავლებული. მაგრამ თუ დააკვირდებით, ყოველი დიაგონალი ორ-ორჯერ, რომ გააერთიანებ ამ სიას mp-ც ხომ შევა და pm-იც შევა. მაგრამ ეს რეალურად ხო ერთი და იგივე მონაკვეთი, ანუ ერთი და იგივე დიაგონალი. ანუ გამოდის, რომ
ყველა დიაგონალი ორ-ორჯერ იქნება წარმოდგენილი ამ ერთიან სიაში. ანუ n-ჯერ n-3 არ არის ამდენი განსხვავებული დიაგონალის რაოდენობა. აბა 2-ზე უნდა გავყოთ ყველაფერი იქ ორ-ორჯერ მეორდებოდა, შესაბამისად 2-ზე უნდა გავყოთ, რომ ორიგინალური განსხვავებული დიაგონალების რაოდენობა დავთვალოთ. ესე იგი დიაგონალებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ფორმულა, ასე ვთქვათ. ეს არის ერთი წევრიდან გავლებული დიაგონალების რაოდენობა და ეს არის n-ჯერ n-3 შეფარდებული 2-თან ყველადან, ანუ n ცალი წევრიდან გავლებული დიაგონალების რაოდენობა. მოდი ვნახოთ ახლა რას გთხოვს 5-2. რამდენი დიაგონალი აქვს 4 კუთხეზე? აი ზუსტად ეს, თუ n-ჯერ n-3 შეფარდებული 2-თან. ამ ფორმულის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად ახლა n თუ უდრის 4-ს, ნუ რამდენი დიაგონალი გაივლება? 4-ჯერ 4-3 შეფარდებული 2-თან და ნუ აქ მარტივად დარწმუნდებით, რომ 2-ია 5 კუთხეში. 5-ჯერ 5-3 შეფარდებული 2-თან და ეგ იქნება 5. რით არის 5 კუთხედი განსაკუთრებული? 5 კუთხედში გვერდების რაოდენობა ოლია დიაგონალების რაოდენობის. ეგ მხოლოდ 5 კუთხედში ხდება. იმით არის განსაკუთრებული. ანუ 6 კუთხედში იქნებოდა შესაბამისად 6-ჯერ 6-3 შეფარდებული 2-თან და ანუ აქ ახლა 9 იქნებოდა, ხო? და უკვე აქ ძალიან ასწრებს დიაგონალების რაოდენობა, აქედან გეგმების რაოდენობას. ნუ n კუთხედში კი გვაქვს აგერ მეორე კითხვაზე პასუხი. იგი ახლა ნახოთ რა უნდა 5-3-ს. რამდენი გვერდი აქვს მრავალ კუთხედს, რომლის შიგა კუთხეების ჯამი არის 360 გრადუსი. ახლა საერთოდ აი n კუთხედებთან დაკავშირებით, მრავალ კუთხედებთან დაკავშირებით სამი მთავარი მომენტია. ერთ-ერთი თქვით დიაგონალების რაოდენობის დათვლა, ეს ზოგადი რაღაც საერთო თვისება რაც აქვს და შეიძლება ვთქვათ, რომ ფორმულას წარმოადგენს რა. ასევე რომელი n კუთხედიც არ უნდა ავიღოთ, სხვათა შორის ჩაზნექილიც რომ იყოს, მაგრამ ანუ ჩაზნექილებს არ ვიხილავთ ახლა ჩვენ სასწავლო კურსში. რომელი ამოზნექილი n კუთხედიც არ უნდა ავიღოთ, მისი შიგა კუთხეების ჯამი დაეთმობა ფორმულით 180-ჯერ n-2. ნუ ახლა წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია ეს დავასაბუთოთ ჩვენ. წარმოვიდგინოთ რაღაც n კუთხედი გვაქვს აქ და დავნუმრავ წვეროებს, აი პირველი წვერო, მეორე წვერო, მესამე წვერო, მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ n-1 წვერო აქვს და მე-n წვერო. ხო, ასე n ცალი წვერო მაქვს. და მაინტერესებს შიგა კუთხეების ჯამი. აი ამ კუთხეს დამატებული, ეს დამატებული, ეს დამატებული და ასე შემდეგ რა. ყველა კუთხის ჯამი მაინტერესებს. ახლა წარმოვიდგინეთ ერთი მომენტი. მოდი ვთქვათ, შიგნით ავიღოთ რაიმე წერტილი. ავიღეთ რაიმე წერტილი და მოდი შევაერთოთ თითოეული წვერო ამ წერტილთან. მოდი შევაერთოთ ასე, შევაერთოთ. ცხადია, მივიღებთ n ცალ სამკუთხედს, ხო? ასე და n ცალი სამკუთხედი მივიღებთ. მოდი დავიწყოთ და ვთქვათ, აი პირველი სამკუთხედი 1-დან რომ იწყება, დავაწეროთ კუთხედი. აი მოდი ეს იყოს α1, β1 და რაღაცა ვთქვათ α1 და β1 ამას მოდი x დავაწერე, x-ი მაინც უცნობთან ასოცირდება. ასე. და ეს იყოს α1. ხო, ანუ სამკუთხედის შიგნით, ნახეთ, თვითონ წვეროებთან მდებარე კუთხეები, რაც მე მაინტერესებს, იმათ x-ებით და y-ებით ავნიშნავ, ხოლო აი ჩემს მიერ შემოტანილი წერტილთან არსებულ კუთხეებს α1. ეს იყოს მეორე სამკუთხედში x2, y2 და α2.
x3, y3 და α3 და ასე შემდეგ. წამოვყვებით და ბოლო იქნება რა? ეს α-n იქნება, აქ იქნება x-n და აქ იქნება y-n, ხო? ნუ წრეს რო დავარტყამდით, ასე იქნებოდა. n ცალი სამკუთხედი მაქვს. თითოეულ სამკუთხედში რა ხდება? შიგა კუთხეების ჯამი არის 180 გრადუსის ტოლი, ხო? ანუ x1 + y1 + α1 იქნებოდა 180. x2 + y2 + α2 იქნებოდა 180. და ასე შემდეგ მე-n სამკუთხედშიც x1 + y1 + α-n იქნებოდა 180 გრადუსი. ახლა რომ ავდგეთ და წევწევრად დავკრივოთ ესენი. ხო? აი ასე სისტემა ხო ფაქტობრივად n ცალი განტოლებაა და რომ დავკრივოთ. x1, x2 და ასე შემდეგ ხომ ექნება ეს x1 + x2 და ასე შემდეგ x-n. ეგეთი მე y1 + y2 და ასე შემდეგ y-n ეგ მეორე ჯგუფი. ანალოგიურად α1 + α2 და ასე შემდეგ ეგ მესამე ჯგუფი და სულ ბოლოს იქნებოდა 180 ჯერ n, ხო? 180 გრადუსი n ცალი იქნებოდა აღებული. ახლა თუ დავაკვირდებით რა არის? ეს არის ერთ წერტილთან მდებარე კუთხეების ჯამი, რომელიც სრულ კუთხეს ქმნის, ანუ 360 გრადუსი იქნებოდა ეგ ალფების ჯამი, ხო? და ახლა დავაკვირდით ერთ სიტუაციას, აი ეს რო ამოვშალო მე ახლა, რა გამოდის x-ების და y-ების ჯამი? აი ეგ არ გამოდის, ასე არ გამოდის. ან ეგ რა არის? ეგ არ არის ყველა შიგა კუთხის ჯამი. ანუ გამოდის ყველა x და ყველა y-ს ერთმანეთს რო დავმატო, ესაა n კუთხედის შიგა კუთხეების ჯამი. ანუ გამოდის შიგა კუთხეების ჯამს დამატებული 360 გრადუსი უდრის 180. ესე იგი რა იქნებოდა შიგა კუთხეების ჯამი? ეს იქნებოდა 180 n-ს გამოკლებული 360. და თუ ახლა თქვენ 180 აქედან ფრჩხილებს გარეთ გაიგდა და მიიღებთ აი ამ ფორმულას. ასე დავასაბუთეთ, რომ ნებისმიერ n კუთხეში შიგა კუთხეების ჯამი არის 180 ჯერ n-2, ეგ აუცილებელი რუტინა და უნდა დავარქვათ ახლა პრინციპში ამას. სადა ფორმულაა, უეჭველი ზებურად უნდა გახსოვდეთ რა. ეგ არ არის კეთილოსურვილი, ეგ არის იდეაში ვალდებულებაც. იდეა ახლა გამოვიყენოთ ხუთის სამში აღნიშნული ცოდნა და მოდი აქვეა, აგერ ვთქვათ, ხუთის სამის აი პირველი რომ მეუბნება, რამდენი გვერდი აქვს მრავალკუთხედს თუ შიგა კუთხეების ჯამი არის 360. ახლა ეგ ზეპირათად შეიძლება ვთქვათ, 4 კუთხედის შიგა კუთხეების ჯამია 360, მაგრამ აიღებდი ფორმულას, ანუ ხო ვიცი რომ n კუთხედში, რაც n კუთხედს რომ ავიღებ 180 ჯერ n-2-ია. შიგა კუთხეების ჯამი და ეს თუ 360 გრადუსი უნდა იყოს, ამოვხსნით განტოლებას, ხო? შეგვეცება აქ და n იქნება 4-ის ტოლი. აი მაგალითად, მეოთხე რომ ამოგვეხსნა ეს 180 ჯერ n-2 იქნებოდა 1440 გრადუსის ტოლი და შესაბამისად ახლა შევკვეცდით, რა გამოდის 180 8 ჯერ მოთავს ხდება, 8 ჯერ 100, 800, 8 ჯერ 680 კი 8 იქნება, ანუ n-2 უდრის 8-ს და n იქნებოდა 10-ის ტოლი. პრობლემოთ გააკეთებდით თავადია ანგარიში არ შეგეშალოთ მეგობრებო. მოდი ვნახოთ, რას ვთხოვს ახლა 5-ის 4. მრავალკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი 720 გრადუსია. რამდენი დიაგონალი აქვს მრავალკუთხედს? ნუ აქ ახლა წინა მომწონს ახლა ავტორს კარგად აქვს დალაგებული ეს ამოცანები. ჩვენ პირველი ამოცანები ნომრით გვანახა, დიაგონალების რაოდენობის დათვლა, მერე მომდევნო ნომერი იყო შიგა კუთხეების ჯამის დათვლა და ახლა ერთგვარი ინტეგრება ხდება ამური ფორმულის.
მრავალკუთხედის შიგაკუთხედის ჯამი არის 720 გრადუსი, ანუ რადგანაც მე არ ვიცოდი მრავალკუთხედი რამდენ კუთხა იყო, 180 ჯერ n-2-ს ავიღებდით, ასე. და შიგაკუთხედის ჯამი 720 თუ არის გაავტოლებდით ამ 720-ს. დავთვლიდით გვერდების რაოდენობას, ნუ n-2 იყო 4, n იყო 6, ხო? და შემდეგ უკვე რამდენი დიაგონალი აქვს ამ მრავალკუთხედს გამოვიყენებდი n ჯერ n-3 შეფარდებული 2-ის ფორმულას, ხო? ანუ, რადგანაც გვერდების რაოდენობა 6-ია, 6 ჯერ 6-3 შეფარდებული 2-ს დავწერდით და ნუ პასუხი გამოვიდოდა 9. 9 დიაგონალი ექნებოდა. ნუ როცა ახლა აქ რა არის? რა კრეატიულობა რა მივიდა ამას, აი ჩვეულებრივ, იმიტომ 60 სიტყვა რუტინა, ფორმულა იცი აკეთებ რა. და ნუ რა თქმა უნდა, აქ შეიძლება რაიმე სხვა კიდევ ლამაზი ამოხსნის ხერხი და ახატო რაღაც მიაქვს, მაგრამ არ დაგვაცხეს, რომ კი, ეგ კარგია, მაგრამ ჩვენ გამოცდისთვისაც ვმზადებით და ერთგვარად დრო განამწყვეტი ფაქტორია, უნდა დავზოგოთ. ამიტომ აუცილებლად ეს ფორმულები ზეპირად ვისწავლოთ. იპოვეთ ოთხკუთხედის კუთხეები, თუ ერთ-ერთი მათგანი 135 გრადუსია, ხოლო დანარჩენები კი ტოლია. აქ ვთქვათ, ეს 135 გრადუსია, ეს კუთხეები თუ ტოლია, შეგვიძლია აღნიშნოთ x-ებით. მაშინ გამოვარო შიგაკუთხეების ჯამი 3x + 135, რისი ტოლია? თუ ჯერ კიდევ ზეპირად ვერ ისწავლეთ, მაშინ ჩასვამდით 4-ს ამ ფორმულაში თუ არა და დავუტოლეთ პირდაპირ 360. ამოვხსნით ამას, 3x გავოდის 225 გრადუსი და x იქნებოდა 75 გრადუსი, ხო? თითოეული კუთხე იქნებოდა 75 გრადუსი. ახლა აქ ერთ პატარა ფალცად შეიძლება ვივმართოთ. აი თქვენ რომ ადგეთ და დაიწყოთ დათვლა n კუთხედი, პირველი 3 კუთხედია, ხო? აი 3 კუთხედი, რა არის შიგაკუთხედის ჯამი და ნუ დათვლი ახლა ფორმულით გამოდის 180. მერე 4 კუთხედში ადგები, ხო? და დათვლი ახლა გამოდის 360. მერე 5 კუთხედსაც თუ დათვლი 5 ჯერ 5-3 შეფარდებული 2-თან. ოდიში აქ 4 დამეწერა, 2 უნდა ყოფილიყო. 5 კუთხედში, ხო? ნუ შესაბამისად იქნებოდა 540 გრადუსი, ხო? მოვაჩეთ ერთ პატარა კანონზომიერებას. ანუ 180-180-ით იზრდება კუთხედის ჯამი. შეგიძლიათ ეს პატარა რაც მუღამიც გამოიყენოთ და თქვენ თუ არ გახსოვთ ფორმულა, ჯერ 3 კუთხედის ხო უნდა იცოდე 188 და უმატენელია 180 და ნუ ახლა მე სასურველ რაოდენობამდე იმედია, ახლა 20 კუთხედი და 30 კუთხედის შიგაკუთხედის ჯამი არ გექნებათ მოცემული, იმიტომ რომ მაშინ გაგიჭირდებათ მსგავსი წესით მიხვიდეთ სასურველ მდგომარეობამდე. 5-ის მეექვსე რას ითვლს? იპოვეთ 4 კუთხედის კუთხეები, თუ მათი გრადუსული ზომები ისე შეფარდება ერთმანეთს, როგორც 1, 2, 4, 5. ანუ უცებ შემოვიტანოთ პროპორციულობის კოეფიციენტი, პირველი კუთხე იქნებოდა x, მეორე 2x, მესამე 4x, მეოთხე 5x. მათ ჯამს რას გავუტოლებდით? 360 გრადუსს. შესაბამისად ეგ რამდენი გამოდის? 12x, ხო? 360 და ეგ არის 30 გრადუსი. ანუ პირველი კუთხე იქნებოდა 30, მეორე კუთხე იქნებოდა 60 და ძალიან ეს მარტივებია და აქ არის 20 და ეს იქნებოდა შესაბამისად 150 გრადუსი. მეშვიდე ვნახოთ. ოჰო, ახლა გვერდები შეეფარდებიან ერთმანეთს. 4 კუთხედის გვერდები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2, 4, 5, 2, 3, 4, 5. იპოვეთ პერიმეტრი თუ მცირე გვერდი არის 10. კარგი, ახლა ეს რო არ გავაკეთოთ, გაუბრაზდებით? ანუ ანალოგიურად აქაც იქნებოდა 2x, 3x, 4x, 5x გვერდები, მცირე გვერდი თუ არის 10, ესე იგი 2x გავუტოლებდი 10 და
x-ი გამოვიდოდა 5 და აღარ უნდა მე ამ გვერდებს დაწერდი, ხო? რაც იქნებოდა შესაბამისად 3-ჯერ 5, 4-ჯერ 5, 5-ჯერ 5 და პერიმეტრსაც დათვლით. დაკრებით ამათ. 5-8 შეიძლება თუ არა რომ 4-კუთხედის გვერდების სიგრძეები იყოს. ნუ ახლა აქ უკვე რა თვისებას ვიყენებთ? ჩვენ სამკუთხედის შემთხვევაში მქონდა მსგავსი რამ და ვიცოდით რომ თუ გვერდები მოცემულია და გვაინტერესებს იკვრება თუ არა სამკუთხედი მათი საშუალებით, პატარებს დავუმატებდით ერთმანეთს და შევადარებდით დიდს. რომ უნდა ყოფილიყო პატარების ჯამი დიდზე მეტი. და სამკუთხედის ეს თვისება არ არის მხოლოდ სამკუთხედისთვის დამახასიათებელი, პრინციპში ნებისმიერ ემკუთხედს ახასიათებს. თქვენ რამდენ კუთხედიც არ უნდა აიღოთ, პირობითად მაქვს 5 კუთხედი, ხო? ნებისმიერი 4 გვერდის ჯამი უნდა იყოს მეხუთეზე მეტი. ნებისმიერი 4 გვერდის ჯამი. და საიდან გამოდის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი გამოდის, მეგობრებო, ტეხილის თვისებიდან. ახლა მარტივი ტეხილი დავხატე, ანუ არ გადამოგვეითავს გვერდები და რა არის ეს თვისება? გვერდების ესე მოდი პირობითად ვთქვათ ის არის რა ვთქვათ წვეტარი და მრავალწერტილია დასმული და A4-ის მერე მოდის AN-2, AN-1 გვერდი და ვთქვათ AN გვერდი, ხო? ტეხილის დგენების გვერდების ჯამი ესე ყოველთვის მეტია ან ტოლია ტეხილის ბოლოების შემაერთებელ მონაკვეთზე. ანუ დავწეროთ რაღაცა ეს იყოს თქვათ A1 ეს AN. ყოველთვის მეტი ან ტოლია A1 AN-ზე. აღარ მოყვები ამის დასაბუთებას ეს სამკუთხედები ყოველ ჯერზე სამკუთხედებს შეადგენთ და იმის მიხედვით გამოვა რა. თუ დაგაინტერესებთ, მე შემიძლია კომენტარებში დატოვოთ და ერთ-ერთ ჩანაწერში მოგიყვებით ამასაც და როგორ რეალიზდება, ხო, ტოლობა რა დროს სრულდება, თუ ყველა წერტილი ერთ წრფეზე იქნება და მხოლოდ მაშინ შესრულდება ეს ტოლობა. და რაც შეეხება ახლა მრავალკუთხედი რა შუაშია ყველაფერთან, იმ შუაშია რომ ჩვენ ხო შეგვიძლია ნებისმიერი მრავალკუთხედი ერთგვარ ტეხილად წამოვიდგინოთ, აი რომელ გვერდსაც კიდე დაადებთ, ხევს თქვათ ამ გვერდს, ასე თქვათ, წავშალოთ და აი დავიწყეთ თქვათ აქედან, ასე წამოვედით, შევკარით ტეხილი, მაშინ ეს ხო იქნებოდა წითელ კალამს ავიღებ, ასე ტეხილის ბოლოების შემაერთებელი მონაკვეთი. კი. და გამოდის, რომ ეს რიგითი ერთ-ერთი გვერდი ტეხილის თვისების თანახმად, ეს ტეხილი გამოდის, ხო, დანარჩენი გვერდების ერთობლიობა, აი რაღაცა ეს გვერდი, აი ტოლი ნაკლები იქნებოდა, თან კაცრად ნაკლები, იმიტომ რომ ერთ წრფეზე ხო არ არის, ან ესენი განლაგებული და ტეხილის ძირითად თვისებაში ტოლობა სრულდება მხოლოდ ერთ წრფეზე განლაგებისას და გამოდის, რომ A-ი აუცილებლად ნაკლები იქნებოდა დანარჩენი A1, A2, ასე შემდეგ, დანარჩენი გვერდების ჯამზე, აუცილებლად. და თუ გვერდები მოცემულია ახლა რიცხვებია, მაშინ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? აირჩიეთ, ვთქვათ, აი პირველში ყველაზე დიდი გვერდი, რომელიც არის, ვთქვათ, 5-ია, ხო, ასე დიდი არც ერთი არ არის და თუ დანარჩენების ჯამი აღემატება ამ 5-ს, ხო? ასე მაშინ აუცილებლად ტეხილი შედგება მისგან რა. აუცილებლად შედგება მისგან. ტეხილი. ნუ აგეთი მოკლე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ რა. ყველგან იგივეს გააკეთებ მე-4-ში მაგალითად პატარებს რომ დაკრებდით 1 + 2 + 3 ვერ აღემატება 8-ს, ხო, არ არის 8-ზე მეტი, ანუ შესაბამისად ტეხილი აქედან არ შედგებოდა. მესამეზეც ანალოგიური სიტუაციაა 3 + 4 + 5 არ აღემატება 12-ს, კაცრად უნდა აღემატებოდეს, ტოლობაც არ გამოდის და ნუ აქედანაც ტეხილი არ შეიკრებოდა. იმედია გავიგეთ რას ვთქვით და გავაგრძელოთ მოდი მეცხრე ამოცანაზე. გადავიდეთ. მომოზნექილი 4 კუთხედის 3 გვერდის სიგრძეები ვიცით. არის 3,
12 და 6. რა უმცირესი სიგრძე შეიძლება ჰქონდეს მეოთხე გვერდს? აი სულ ცოტა რა შეიძლება იყოს მეოთხე გვერდი, ხო? ანუ რაღაცა გვაქვს მეოთხე გვერდი, მაგრამ ის მინიმუმს ითხოვენ. აი საერთოდ რომ არის ეთქვათ ახლა მინიმუმი გვინდა თუ მაქსიმუმი ეს კიდევ უფრო საინტერესო ამოცანა იქნებოდა, მაგრამ ნუ პრინციპში თუ მინიმალურ სიგრძეს ითხოვენ, მაშინ გამოდის რომ 12-ში უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი გვერდი. და 12 თუ ყველაზე დიდი გვერდი უნდა ყოფილიყო, უტოლობა როგორ უნდა შესრულებულიყო? ტეხილის უტოლობა, ხო? თვისება. 12 ნაკლები უნდა ყოფილიყო მკაცრად დანარჩენი გვერდების ჯამზე. ტოლობას არ ვიხილავთ, იმიტომ რომ ეცფეზე ვერ დავაგრებიან 4 კუთხედი უნდა მიგვეღო, ხო? ანუ გამოდის რომ x + 9 აქ ესე ვთქვათ მეტი იქნებოდა 12-ზე და x-ი მეტი უნდა ყოფილიყო 3-ზე. კაცრად მეტი უნდა ყოფილიყო x-ი 3-ზე და შესაბამისად რა იქნებოდა უმცირესი მთელი მნიშვნელობა, რომლის მიღებასაც ის შეძლებდა? იქნებოდა 4. იმით მეგობრებო, ეს ამოცანა ამოვხსენით. მაგრამ მოდი მე ცოტა გავართულებ ამოცანას. ნახეთ, ცოტა რამე გასაკუთრებული კი არა. ანუ რას ვიზამ, იცი? აი, უბრალოდ რომ დამესვა კითხვა. ნუ აღარ არის ეს 5-9 წავშლი. მოცემულია 3 გვერდი 4 კუთხედის, ნუ ასე. 3 გვერდი მოცემულია 3, 12, 6 და x-ი, ნუ ზომებს ხედულობაში არ ვიღებთ ახლა გვერდების წარმოება. ეს 12-საც არ გავსვლა ეს ამისას. ნუ პირობითად დავაწერეთ და მაინტერესებს x-ი რა შეიძლება ყოფილიყო. აი რა შუალედში. აქ არის ორი სიტუაცია. აუცილებლად ვეძებთ რომელია დიდი გვერდი. ასე წესით უნდა დაგვეწერა ჩვენ 4 უტოლობა 3 + 12 + 6 მეტი უნდა ყოფილიყო x-ე 3 + 12 + x-ი მეტი უნდა ყოფილიყო x. ანუ ნებისმიერი 3-ის ჯამი მეტი უნდა ყოფილიყო იმაზე მეოთხეზე 12 + 6 + x-ი მეტი უნდა ყოფილიყო 3-ს, მაგრამ აი რა აზრი აქვს ამ დაწერას, ხო? აი ამას დაწერას რა აზრი? თუ 12 ყველაზე დიდი გვერდი რაღაცას დაემატა, თავისთავად ნებისმიერ სხვაზე მეტი ხო იქნება. ხო? ამიტომ რა შეგიძლიათ უცებ თქვა, დაფიქრდეთ რა შეიძლება იყოს უდიდესი გვერდი და მხოლოდ ის ჩათვალოთ დანარჩენებზე ნაკლებად. აი რომელია ყველაზე დიდი გვერდი? რადგანაც ჩვენ x-ი არ ვიცით, აქ გვაქვს ორი ვარიანტი. ნუ უბრალოდ არ გვინდა, ასე თქვა. მაქსიმალური იქნება x-ი ან მაქსიმალური იქნება 12. x და 3-ს ექნება ამ მაქსიმუმაზე პრეტენზია? ვერ. x-იც იმიტომ შეიძლება იყოს მაქსიმალური უცნობია და თავისუფლად შეიძლება 12-ს აღემატებოდეს. შესაბამისად უტოლობა შედგებოდა თუ x იქნებოდა მაქსიმალური, მაშინ 3 + 12 + 6 მეტი უნდა ყოფილიყო x-ზე, ანუ ეს ტეხილის თვისება როგორ რეალიზდებოდა, ხო? თვისება და შეგიძლიათ n კუთხედის თვისებათაც ჩათვალოთ ახლა. და მეორე შემთხვევაში რა იქნებოდა? თუ 12 იქნებოდა მაქსიმალური, მაშინ 3 + 6 + x-ი უნდა ყოფილიყო 12-ზე მეტი. რა გამოდის? აქედან დენი არის ეს 21, ხო? 18 პლუს მეტი იქნებოდა x-ზე, აქედან 9 + x-ი მეტია 12-ზე და x-ი მეტია 3-ზე. ანუ x-ი გამოვიდა მეტი 3-ზე და x-ი გამოვიდა ნაკლები 21-ზე. 3 და 21-მდე იმერყევებდა x-ი. ნუ შესაბამისად ახლა აქ მთელ მნიშვნელობას ვკითხავდნენ თუ რას ვკითხავდნენ, უკვე დაკონკრეტდებოდა სიტუაცია. მგონია რომ მოგეწონათ ეს კარგი, მოგეწონებოდათ კარგი სიტუაცია ჩავშალეთ. 5-10. 50-ის ტოლი კუთხის შიგნით აღებულ წერტილზე კუთხის გვერდებისადმი გავლებულია პერპენდიკულარი. ანუ გვაქვს 50 გრადუსიანი კუთხე. მის შიგნით ავიღეთ წერტილი
და გვერდების მიმართ გავავლეთ პერპენდიკულარები. არის. იპოვეთ მიღებული ოთხკუთხედის კუთხეების გრადუსული ზომები. ნუ ახლა ერთი კუთხე 50 იქნებოდა, მეორე 90, მესამე 90 და ეს რა იქნებოდა შუა კუთხე, ხო? ნუ რა თქმა უნდა, 360 გამოვაკლებდი ამათ ჯამს 50, 90, 90. ხოდა დაწერდი პასუხს. შეგიძლიათ უფრო მარტივადაც ვხდეთ, რადგანაც ამათი ჯამი 180-ია. ხო, მოპირდაპირე კუთხეები ხო 180 იყო, 90 და 90. მაშინ ამათი ჯამიც 180 არ იქნება, კითხვის ნიშანს დამატებული 50 იქნებოდა 180. 360 აბა როგორ შეიქნებოდა? და მარტივად 180 გამოვაკლებდი 50 და იქნებოდა 130. რა გჭირდება მე-11 ამოცანაში, მოდი ვნახოთ. აბე მონაკვეთის შუა მართობზე აღმართულია C და D წერტილები. შუა მართობის თემა უკვე ჩვენ გავლილი გვაქვს, მაგრამ გამოყენება დავჭირდა თუ არა პირდაპირ არ მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი თეორემაა, მაგრამ ჯერჯერობით ხშირად არ დავჭირვებია. კი, პრინციპში იყო შუა მართობის უმეტი სამოთხედები პერიმეტრებთან დაკავშირებით მესამე თავში დავჭირდა. აიბე მონაკვეთის შუა მართობზე აღებულია, რომ ავიღოთ ჩვენ შუა მართობი, როცა ასე აღებულია C და D წერტილები, ავიღოთ რომელია უფრო დიდი AC რადგან უფრო დიდია C მაღლა ავიღოთ და AD ეს D შედარებით დაბლა. და AC მონაკვეთი არისო 8 და AD მონაკვეთი არისო ეს არის 8, ეს არის 4 შესაბამისად. რას უდრის ADBC ოთხკუთხედის პერიმეტრი? აბა გეკითხებიან ADBC ADBC. კარგი, შევკრათ ოთხკუთხედი. ასე. ცოტა მსხვილი გამოგვივიდა. გადავართოთ. ასე. და ასე. მისი რა გვიდა რა იპოვეთო? პერიმეტრი იპოვეთო, ხო? კი ბატონო, იპოვეთ. აი, ამ ფიგურის პერიმეტრი უნდა ვიპოვოთ. ნუ რა არის ფიგურის პერიმეტრი გვერდების ჯამი? რა არის შესაბამისი გვერდები? ჩვენ ვიცით შუა მართობის თვისება, ხო? შუა მართობი რომ იყოს დავაფიქსიროთ ასე. შუა მართობზე მდგომი ნებისმიერი წერტილი თანაბრად არის შუა მართობის ნებისმიერი წერტილი თანაბრად არის დაშორებული მონაკვეთის ბოლოებიდან. ანუ D წერტილი თანაბრად იქნებოდა დაშორებული A-დან და B-დან, ანუ ეს თუ 4-ია, ესეც 4 იქნებოდა. და C წერტილიც თანაბრად არის დაშორებული A-დან და B-დან და ეს თუ 8 არის, ესეც 8 იქნებოდა. შესაბამისად, პერიმეტრი გამოვიდოდა 8 + 4 + 4. რამდენი გამოდის ეს 12, ანუ გამოვიდოდა 24. აქ ახლა ერთი დეტალია, შეიძლება შემოგვიდაო, მაგრამ სწორიც იქნება. აი ეს წავშალოთ. აი, რატომ ავიღეთ ჩვენ AB მონაკვეთის მათ ცალმხარეს? აი, ხო შეიძლებოდა ეს ქვემოთ ყოფილიყო AC-ა, თქვათ. მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ახლა არაფერი იცვლება აქ. პერიმეტრი ისე გვერდები ეს 8 ისე 24 იქნებოდა, მაგრამ შეიძლება სხვა შემთხვევაში ამას მნიშვნელობა ჰქონდეს და ორი შემთხვევა უნდა განგვიხილა. შუა მართობზე რომ ვიხებდით C და D წერტილს, ეს უნდა ყოფილიყო AB მონაკვეთის მიმართ სხვადასხვა მხარეს, თუ ერთსა და იმავე მხარეს. იგი ნახოთ მე-12 ამოცანა რა სიტყვის. იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები, თუ მისი პერიმეტრი არის 60-ის ტოლი. ნუ შემოდის ახლა უკვე პარალელოგრამის საქმეში. ჩვენ პარალელოგრამის გამარტება ვიცით, ეს არის ოთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე გვერდები
ბევრნაირად შეიძლება ერთმანეთის ტოლია, საროთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე კუთხეები ერთმანეთის ტოლია, ოთხკუთხედი, რომლის დიაგონალები გადაკვეთის წერტილჩვაზე იყოფიან, მაგრამ ფუნდამენტური განმარტება ის რომ ოთხკუთხედი, რომლის წყვილ-წყვილად მოპირდაპირე გვერდები პარალელურია. ნუ ყველაფერი სხვა გამომდინარეობს მერე აქედან. მაგრამ ახლა აქ რადგან გვერდებზეა კითხვა, ჭირდება რა ინტერპრეტაცია პარალელოგრამის, რომ მოპირდაპირე გვერდები არის ერთმანეთის ტოლი. ახლა ერთი გვერდი მეორეზე 3-ით მეტი, ანუ აი პირველი შემთხვევა რომ განვიხილოთ, ანუ ეს თუ იქნებოდა A, ეს იქნებოდა A+3, შესაბამისად ესეც A, ესეც A+3 და პერიმეტრი თუ იყოს 60, ავდგებოდით მეგობრებო და ამათ ყველას დავკრებდით. არ მინდა რა ახლა ამის იგი მეორეც პრიმიტიულია, ერთი გვერდი მეორეზე ორჯერ მეტია, ნუ x2 x იქნებოდა თქვა გვერდები, ანუ a2-ია. გვერდების სიგრძეთა შეფარდებები 2 და 3-ია, ანუ ერთი გვერდი იქნებოდა 2x, მეორე 3x, არ დაგვაუწყდეს რომ 4-ვე გვერდზე უნდა 4-ვე გვერდი უნდა გავთვალისწინოთ. კაი, მოდი ეს გავაკეთოთ. მაგალითად, მესამე თუ მეოთხე გავაკეთოთ, ხო? მეოთხე, ერთი გვერდი, მეორე გვერდის 2/3-ია. ანუ პირობითად ერთ გვერდს თუ აღნიშნავთ x-ი, ანუ ეს x უნდა ყოფილიყო მეორის 2/3. აი და მე გირჩიებ, თქვენ ვიცა ალგებრაზე ვმუშაობთ ჯერ კიდევ, მთელის როლში რაც გვეუბნება ის აღნიშნოთ x-ით, ხოლო მაშინ მეორე გვერდი იქნებოდა 2/3 და აქაც წაყობოდით სტანდარტული რუტინა, ესეც იქნებოდა 2/3 ეგ x-ი მათი ჯამი იქნებოდა 60 და გამოთვლით. ანალოგიურად მეხუთესაც ერთი გვერდი მეორე გვერდის 40%-ია, ის მეორე იქნებოდა x-ი, პირველი, ანუ თელის როლში რაც გვეუბნება აღნიშნე x-ით და პირველი გვერდი იქნებოდა 40 მიასედი x-ი და გააკეთებდით შესაბამისად. მე-13-ს ნახოთ, დავაკვირდეთ რას გთხოვს. ჩამოვსკროლოთ. ისაა. იპოვეთ პარალელოგრამის კუთხეები, თუ 1 გრადუსული კუთხე, ან ისევ პარალელოგრამზეა საუბარი, ახლა უკვე კუთხეების თვალსაზრისით გვაინტერესებს, რა ვიცით კუთხეებზე, რომ მოპირდაპირე კუთხეები ერთმანეთის ტოლია, ხო? ასე. რომ ყველა კუთხის ჯამი 360 გრადუსია, რომ ერთ გვერდთან მდგომი კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. აი ყველაფერი ეგრევე უნდა მოგდიოდეს თავში, როგორც კი პარალელოგრამის კუთხეს ახსენებენ. აი ეგრევე უნდა წამოვიდეს თავში და ნუ ეგ მნიშვნელოვანი მომენტია. მოდი ვნახოთ ახლა კონკრეტულად რა დამოკიდებულება გვინდა. ერთი კუთხის გრადუსული ზომა 40, ანუ ზღაპარია, ხო, ერთ 40-ია. ეს 140 იქნებოდა, იმიტომ რომ მეზობელი კუთხეები 180 გრადუსამდე უნდა ავსებდნენ 40, ეგ კი მისი ტოლი იქნებოდა. ერთი კუთხის გრადუსული ზომა 20 მეტია მეორეზე, ამას უკვე ცვლადებს შემოიტანდით, თქვა ერთი კუთხე იქნებოდა x-ი, მეორე იქნებოდა x+20 და გაყვებოდით ასე x+20, აღარ გინდათ ახლა 4-ვე კუთხეზე ჩამოწერა მონაცემების და 360-თან გატოლება, იმიტომ რომ თქვენ იცით ნებისმიერ გვერდთან მდგომი კუთხეების ჯამი პარალელოგრამში არის 180. ახლა თუ ვინმე ცოტა დაიბნა და ვერ ხვდება, მაინც რატო არის 180 გრადუსი ვერ დამიმტკიცებ, რა დამტკიცება უნდა ხა ის. ნებისმიერ გვერდთან იქნება რა სიტუაცია? ორი პარალელური წრფე ფაქტობრივად გამოდის მესამეთი გადაკვეთილი და სამხრივ მდებარე კუთხეების ჯამი 180 გრადუსი აბა რა არის, ხო? ამიტომ გამოდის, რომ ნებისმიერ გვერდთან მდგომი კუთხეების ჯამი 180, ანუ ამოხსნით ამას. შესაბამისად ახლა მეოთხე კითხვა, თუ მესამე კითხვა, კუთხეების გრადუსული ზომების ეს შეფარდება ერთმანეთს როგორც 4-5, ანუ 4x, 5x იქნებოდა მეზობელი კუთხეები და მათი ჯამი იქნებოდა 180 გრადუსი. მეხუთე კითხვაც აქვს. ორი მათგანის სხვაობა 60 გრადუსია და აქ სიჯვითად შეგიძლიათ მოზემოთ ეს რიცხვები, მაგრამ მე გეუბნებით ხოლმე, ან შეგეშინდეთ ცვლადების შემოტანის. თუ ახლა ყურადღებით შემოგაქვს, პრობლემა არ გექნება, ანუ ორი კუთხე თუ გაქვს და მათი სხვაობა თუ არის აქ y უფრო დიდი კუთხე ჩანს, ხო? 60 გრადუსი არ დაგაუწყდეს, რომ ჯამიც იცი, ეგ არის 180 და სისტემით ამოხსნით, ხო?
დაგრებდით, x-ები ერთმანეთს აბათილებენ, 2y იქნებოდა 240 გრადუსი და შესაბამისად y იქნებოდა 120 გრადუსი, x იქნებოდა 60 გრადუსი. გახვიდოდით უმალვე ფონს. ну პრინციპში, მოდი შევისვენოთ აქ და მერე 5-ის 14-დან გავაგზავნოთ უკვე ამოცანების განხილვა. დროებით